ესე იგი, ტიტულის მიღება შესაძლებელია უნარის გამოყენების გარეშეც? გაიღვიძე? ოღონდ, არანერ ვიულდე ქვევით თუ ჩაიხედავ. აპატიე. წავედით. ნარუტო X წერტილიჯი წარმოგიდგენთ. სიკვდილის მარში პარალელური სამყაროს რაფსოდიით. დიდი მადლობა. როგორც მახსოვს ბოლოს, ვივერნას ვებრძოდი. მე იმ კლდეზე ავდიოდი, როდესაც დავინახე ციდან როგორ ვარდებოდი. გასაგებია. ესე იგი თქვენ გადამარჩინეთ. უფროს კლასელი რომ იყო, ის უკვე შემიყვარდებოდა. მე მქვია სატო. ესე იგი, სატო? რაღაც უკეთესი სახელი უნდა მომეფიქრებია. მე ვარ სეილუს გრაფის მსახური, საბრძოლო ჯადოქარი, ზენა. არმიაში უკვე 2 წელია მსახურობ. 17 წლის ვარ. შეყვარებული არ მყავს. ასე დაწვრილმანება არაა საჭირო. შენ ვინ ხარ? ოშორდი ჩემ დაქალს. დაიცა ლილია, ის მტერი არ არის. ზანაჩი, გაჩუმდი. ჯარისკაცებო, მოგესალმებით. მე ვარ სატო, მოგზაური ვაჭარი. ვაჭრის კვალობაზე ცირადი ნივთები გაქვს თან. ჯანდაბა, მე ხომ ყველა ნივთს ინვენტარის საშუალებით ვატარებ. ცხენია ამის თქმა, მაგრამ მეტეორიტებმა ჩემი ცხენი დააფრთხო და ტვირთან ერთად გამექცა. ამ უნარების აღება ნამდვილად არ მინდოდა. მეტეორიტები? ვარსკვლავთა ცვენაზე ამბობ? არ გაგმართლებია. მაგრამ ნამდვილი ვაჭარი ვარსკვლავთა ცვენის დანახვის შემდეგ პირდაპირ სამხრეთით გაიქცეოდა. ბაბუაჩემის გადამრჩენის სასაფლაოზე ვიმყოფებოდი აქვე მეომრების ციხესიმაგრეში. რა დროსაც ეს დაიწყო. შევეცადე დავწეოდი ჩემ დამფრთხალ ცხენს, მაგრამ ვერ შევძელი. მაშინ საბუთები მაჩვენე. ეს რა გინდათ? წესია. სამწუხაროდ, საბუთები ჩანთაში მქონდა, რომელიც ტვირთს გაყვა. ვერაფერს გაჩვენებთ. კარგი. სეილუში ახალ საბუთებს გაგიკეთებენ. მაქსიმალური დონის ტყუილმა და დარწმუნებამ თავისი საქმე გააკეთა. იდეალურია. ჩვენ ვართ სეილუს მზვერავთა რაზმის წევრები. აქ გამოგვიშვებს რომ გავარკვიოთ ვარსკვლავთა ცვენას ხვეპლი მოყვა თუ არა. ვივერნას სხეული? ვივერნას ტყავიდან გაკეთებული აბჯარი და მოსასხამი საკმაოდ მკრივია და ძვირიც ღირს. მაგრამ სხვა მხრივ, დიდი ხანი მომიწევს შემოწმება ხორცს, რომელსაც მომართმევენ, ხომ არ არის ვივერნას ხორცი? ასეთი უგემურია? საზიზღრობაა. ამბობს ხალხი, ვინც ის ერთხელ გასინჯა, მეორეჯერ ამის გაკეთების სურვილი აღარ ექნებაო, მაგრამ დასავლეთ რაიონების მონები მას უპრობლემოდ მიირთმევენ. აქ მონობით ვაჭრობაც არის? იმედია ესენი ჩემ მონად გაყიდვას არაპირებენ. ქალაქის სეილუს 80% ჩვეულებრივი მოქალაქეები არიან. ესე იგი, დანარჩენი 20 მონებია. არა მხოლოდ ადამიანები. ერთი ელფიც არის აქ. და ერთი მაგიური ქმნილება.
სატო. აი ჩვენი ქალაქიც. სატო, უკვე გადაწყვიტეთ სად უნდა გაჩერდეთ, როდესაც სეილუში მივალთ. სასტუმროში ნომრის აღებას ვგეგმავ. მაშინ სასტუმრო კარიბჭეს გირჩევთ. ასე იმიტომ დაარქვეს, რომ თავალ შესასვლელთანაა. ცოტა ძვირია, მაგრამ გემრიელი საჭმელითაა ცნობილი. ესეც ასე სატო. დავალების შესახებ მოხსენება უნდა ჩავაბარო, ასე რომ თქვენთან ერთად ვეღარ დავრჩები. მადლობას მოგვიანებით გადაგიხდით. მადლობა დარღირს. როგორც მარიენტელის ოჯახის წევრი ვალდებული ვარ გადარჩენისათვის სათანადოდ გადაგიხადოთ მადლობა. ასე დაჟინებით თუ უნდა დამელოდე. ახალგაზრდა რომ იყო, ვიფიქრებდი უკვე შეუყვარდითქო. ო, ეს ხო მიონა არის. აი ამ ბიჭუნამ ზენას სიცოცხლე იხსნა. საბუთები დაეკარგა, მინდა რომ მახლები გაუკეთო. კარგი, იამატოს ქვა დაგჭირდება? დიახ, თუ შეიძლება. ბიჭუნა, იამატოს ქვას ორივე ხელით შეეხე. იამატოს ქვას? იმედია კოსმოსში არ გამოფრენს. ვალდებული ვარ რომ მკითხო. შენ ძებნილი ან ყაჩაღი ხომ არა ხარ? არა, რა თქმა უნდა. კარგი, თქვი შენი სახელი. სახელი? სუზუკი იჩირო არ გამომადგება. უმჯობესია პერსონაჟის სახელი ვთქვა. სატო. საინფორმაციო პანელი. ეს ჩემი დონის გაზრდამდე არსებული ინფორმაციაა. გასაგებია, აი თურმე როგორ მუშაობს. ბიჭუნა, ხელები შეგიძლია მოაშორო. ო, ესე იგი უკვე სრულწლოვანი ხარ? უფრო პატარა მეგონე. სრულწლოვანი კი ხარ, მაგრამ პირველი დონის. ალბათ მშობლები სახლიდან არ გიშვებდნენ. დიახ, მსგავსი რაღაც. 15 წელი უკვე სრულწლოვნად ითვლება? მზადაა. აიღე და აღარ დაკარგო. ერთი ვერცხლი საბუთებისათვის. კარგი. და ქალაქში შემოსვლის საფასური შენთვის ერთი ვერცხლის მონეტაა. ზენას გადარჩენისათვის ამჯერად საფასურის გადახდა ჩამოეწერა. გაგიმართლა. აი, დაიჭირე. ესაა ქალაქში შემოსვლის ნებართვა. მხოლოდ 10 დღე მოქმედებს. უფრო მეტი ხნით დააპირებ დარჩენას, მაშინ გაგრძელება მოითხოვი ანაკ ან მერიაში ქალაქის ცენტრში, მაგრამ ეს უკვე 3 სპილენძის მონეტა დაგიჯდება. გასაგებია. მაგრამ დაცვამ თუ დაგაკავა ვადაგასული ნებართვით, ჯარიმის სახით მოგიწევს ერთი ვერცხლის მონეტის გადახდა. თუ გადახდას ვერ შეძლებ, მონად გაყიდიან, ასე რომ არ დაგავიწყდეს. გასაგებია. დიდი მადლობა. ნამდვილად არ მინდა, ქალაქში ყოფნისთვის რომ მონად გამყიდონ. აი შენობა, რომელზეც ყვითელი აბრა არის, ეგაა სასტუმრო კარიბჭე. გასაგებია. იონა, დიდი მადლობა რომ დამეხმარეთ. ქალაქის ხედი შთამბეჭდავია. როგორც თამაშის შემქმნელს, ასეთი ხედის დანახვა გულგრილს ნამდვილად არ მტოვებს. ეი, ბიჭუნა. შენ ხომ ესაა ქალაქში შემოხვედი, თუ დასარჩენი არსად გაქვს, მაშინ წამომყევი. ჩვენი მომსახურება ქალაქში ყველაზე კარგია. ჩვენ გვაქვს საუკეთესო საჭმელი და სუფთა საწოლი. ეს რაა? ის 13 წლის არის. ასეთი ასაკისათვის ზომა მართლაც რომ დიდი აქვს. ყვითელი აბრა? ესე იგი ესაა. დედა, აი კლიენტი მოვიყვანე. შენ რა კლაუდ ზალდატანებით შემოიყვანე? არაფერია. როგორი მშვენიერი გრძნობაა. აი, ამას ქვია მეპატრონე. რომ იყოს 10, არა 20 კილოთი ნაკლები, ბედს აუცილებლად ვცდიდი. პატივცემულო, თქვენი ბარგი სად არის? ვარსკვლავთა ცვენამ ჩემი ცხენი დააფრთხო და გაიქცა, თან წაიღოლა მთელი ჩემი ბარგი. კიდევ კარგი, საფულე თან მქონდა და ქალაქამდე მოვაღწიე. საკმაოდ არ გაგმართლებია. საჭმლის გარეშე დარჩენა ერთი დიდი სპილენძი ღირს. ხოლო თუ ჭამაც გინდა, მაშინ უფასო ბონუსსაც მიიღებ. მაშინ თქვენთან 10 დღე დავრჩები. კარგით. ზუსტად 2 ვერცხლის მონეტა. გამოდის რომ 5 დიდი სპილენძის მონეტა უდრის 1 ვერცხლისას. მაპატიეთ, შეიძლება ახლავე რომ მაჭამოთ? სამწუხაროდ, უმელი უკვე ჩავაქრეთ.
ამიტომაც დაგვრჩა მხოლოდ დილით გამომცხვარი ნამცხვარი. მაშინ გთხოვთ მას ავიღებ. გთხოვთ. თქვენგან ერთი სპილენძი. სასმელზე ჩვენ გეპატიჟებით. ახლად გამომცხვარი, დედის ნამცხვარი საუკეთესოა. მარტა, დილით გაქცეული იმ შიშარა ვაჭრების ოთახი უკვე მიალაგე? მაპატიე, ჯერ არა. შეხვედრამდე. რატომ არიან შიშრები? ვარსკვლავთა ცვენის დროს დაიწყეს ყვირილი. თვით დემონთა ბრძანებელი ებრძვის დრაკონებს დრაკონთა სავანეშიო და მოუსვეს აქედან. დემონთა ბრძანებელი არსებობს? დიახ, არსებობდა. უკვე 60 ან 70 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც გმირმა ის დაამარცხა. აქამდე არასდროს მსმენია მისი სხვა სამეფოში გამოჩენის შესახებ. ესე იგი მართლაც არსებობდა დემონთა ბრძანებელი და გმირიც? კიდევ კარგი, ის უკვე მოიშორეს. ვინაიდან ეს თამაშია, ესე იგი ის აღდგება მაშინ, როდესაც გმირი გამოჩნდება. დემონთა ბრძანებელი რომ გამოჩნდეს, ის ჯერ ქალაქ ლაბირინთს დაესხმება თავს, ის კი ქვეყნის მეორე ბოლოში არის. ისი ამბობენ თითქოს ეს გარდაუვალი მოვლენაა. ახლა კი უფრო მეტად ვივერნებს უნდა უვრთხილდეთ. დრაკონები თავს არ გესმით? მათ შესახებ ლეგენდებიდან იცი? დრაკონები ძილის მოყვარულები არიან და ძინავთ მათ სავანეში. აქ იშვიათად ჩნდებიან. ბოლო 2 წლის წინ გამოჩნდა. მანამდე კი, ჩემს დაბადებამდე კარგახნით ადრე. მაშინ ქალაქს შავი დრაკონი დაესხა თავს, რაც სხვარი და თხა იყო ყველა შეჭამა. ხოლო ჩინაური ცხოველები ახსენა, ნეტავ ადამიანებს შორის თუ იყო მსხვერპლი. მე პატრონე, 1 წუთით. მოვდივარ. წავიდა. კარგია, ჭამის დროც მოვიდა. თავარი ინგრედიენტი არის კარტოფილი. გემრიელია, მიუხედავად იმისა, რომ უკვე ცივია. სალათის ფურცლები მეგონა, მაგრამ კომბოსტო ყოფილა. მსგავსი მჟავე კომბოსტო გერმანიაში ყოფნის დროს გავსინჯე. კარგად თუ ამოურევ, ნაკლებად მარილიანი გახდება. მარტა? დაალაგება დაასრულე? აჰა. აქ არის ადგილი, სადაც ყველა საჭირო ნივთის ყიდვა შეიძლება. ყველა საჭირო? მეორადი ნივთები ან ტანსაცმელი შეიძლება შეიძინო დასავლეთ ქუჩაზე. ახალი ნივთები ცენტრალურ ქუჩაზე იყიდება, მაგრამ საკმაოდ ძვირი ღირს. არის აქ ადგილები, სადაც დაკვეთით შეკერვა შეიძლება? რა? უკვე მზა კომპლექტაციაზე მეკითხები? შენი ასაკისათვის საკმაოდ უცნაურ სიტყვებს იყენებ. ისინი ტეპტას ქუჩაზე იყიდება, მაგრამ საკმაოდ ძვირი ღირს. ესე იგი ტეპტა? მართლაც. მოდი მე გამოყვები. რა ღირს? 2 ხურდა. ძვირია, ამაში 1 ხურდას მოგცემ. როგორც ჩანს, ვაჭრობა დასაშვებია. ეს ნახევრად ადამიანია? შენ აბიჭვარო ცხოველო. ქალაქის აღმოსავლეთ ნაწილში როგორ გამოჩნდი? წეულო მონებო. ამორთან რაიმე გინდა? შენი მონები არიან? ცეპი დააბიდა აღმოსავლეთ რაიონში აღარ გამოუშვა. ხომ არ დაშავდი? აიღე. მადლობა, უღრმესი. მთავარ ქუჩაზე ხალხმრავლობაა, ფრთხილად უნდა იყოთ. რაშია საქმე? უბრალოდ ნახევარ ადამიანების მიმართ ძალიან კეთილი ხარ. აქ ისინი არ უყვართ? დიახ, ადრე მოპოვებული სურსათის გასაყიდად ქალაქისაკენ მომავალ მონადირეებსა და მიწათმფლობელებს ნახევარ ადამიანები გზაში კლავდნენ. გასაგებია, ესე იგი მათ შორის ბევრი ბანდიტი და ქურდია. სატო, აქეთ მოდი, ამას შეხედე. თემას მართლაც რომ მალეცლის.
3 სპილენძი და თქვენია. ერთი საკმარისი არ იქნება? ეს საკმაოდ ძვირი დამიჯდა, მინიმუმ 2-ზე თანახმავარ. ერთი სპილენძი 2 ხურდა. სპილენძი და 4 ხურდა, ნაკლებს ვერ მივიღებ. სპილენძი და 3 ხურდა. შევთანხმდით. მადლობა, სატო. არაფერია. მადლობა ქალაქში რომ გამომყევი. მისი გულის მოსაგებად კომპლიმენტის თქმაც კი საკმარისია. ესაა დრაკონის ნიღაბი. მას მოსავლის ფესტივალზე ვიკეთებ. აიღებ ბიჭუნა, დრაკონის ნიღაბი მოგცემთ ჯანმრთელობასა და ოჯახურ სიმშვიდეს. და ეს ნიღაბთან ერთად უნდა ჩავიცვა? ნიღაბს დრაკონის როლის მოთამაშე იყენებს. შავი პარიკი იმისთვისაა, ვინც გმირის როლს თამაშობს. ყვითელს ატარებს ის, ვინც მისი მეგობრის როლს, ან პრინცესას როლს თამაშობს. და საბოლოოდ ვიყიდე ნიღაბი და ყვითელი პარიკიც. ასეთი ტიტული ცხოვრება საკმაოდ ძნელი იქნება. რაშია საქმე? არაფერია. მოგესალმებით, მარტა. აი ჩვენც მოვედით იუნი. ეს სატოა. ჩვენი სასტუმრო სტუმარია. მოგესალმებით, ბატონო სატო. თუ ნებას მომცემთ, თქვენ ნივთებს ოთახში წავიღებ. ო, მადლობა. მადლობა. კიდევ კარგი, რჩევების მენიუ არ გავთიშე. სად შეიძლება აქ ტანის დაბანა? შიდა ქალაქში არის საერთო აბაზანა. მაგრამ იქ არ შეგვიშვებენ. და თქვენ ტანს როგორ იბანთ? ჭიდან წყალს ვღებულობთ და ერთმანეთს ვბანთ. ო, გასაგებია. შეგიძლია რაიმე შენი გემოვნებით შემირჩიო? კარგით, რას დალევთ? მხოლოდ წყალი და ალკოჰოლია. მაშინ, თუ შეიძლება რაღაც მსუბუქი დასალევი მომიტანეთ. გაზავებულ სიდრზე, რა სიტყვით? თუ რაიმე ძლიერი გინდათ, მაშინ თაფლის სასმელს ან ღვინოს შემოგთავაზებთ. თაფლის სასმელს ავირჩევ. კარგით, ახლავე მოგიტანთ. ო, გემრიელად გამოიყურება. შემწვარი ტახის ხორცი ბოსტნეულის წვნიანი და ასევე თაფლის სასმელი. მიირთვით სანამ ცხელია. სიმართლე გითხრათ, ყველაფერი მშვენივრად გამოიყურება. ჯერ წვნიანით დავიწყებ. თითქოს პირში დნება, ინგრედიენტები მშვენივრად შეურჩევიათ. ბოსტნეულის გემო ძალიან ძლიერია. ისეთი კარგია, თითქოს სხეულსა და სულს მithბობს. ალბათ ზამთარში ამას ბევრი ითხოვს. ახლა კი მთავარი კერძი შემწვარი ტახის ხორცი. ბოლოს, როდესაც ტახის ხორცი გავსინჯე, მას საკმაოდ მძაფრი არომატი ჰქონდა. კარგია. ძალიან მშვენიერია. ცხიმიც ნაკლები აქვს და განსაკუთრებული არომატით გამოირჩევა. პური ცოტა დაეწვათ, მაგრამ იგრძნობა, რომ ნამდვილად სიყვარულით არის მომზადებული. ტახის ხორცს უხდება. თაფლი კი ალკოჰოლს, განსაკუთრებულ გემოს და არომატს ანიჭებს. თითქოს საუკეთესო ხარისხის საკია. მოგეწონა სატო? დაგიმატო? დიახ, თუ შეიძლება. ახლავე. ზედმეტი მომივიდა. ეს სასტუმრო მართლაც რომ მშვენიერია. აქ გემრიელი საჭმელი და სუფთა საწოლია და პერსონალით საყვარელი. ასეთ მომსახურებაზე მხოლოდ ოცნება თუ შეიძლება. დრაკონი არ მინახავს, მაგრამ ის ხვლიკები ნამდვილები იყვნენ. და ჯარისკაცების ვივერნასთან ბრძოლა ისეთი შთამბეჭდავი იყო, რომ მისი გამოყენება ფენტეზი RPK თამაშის სარეკლამო რგოლში მშვენიერი იქნებოდა. ქალაქი სეილუ შთამბეჭდავია და პერსონაჟების მრავალფეროვნება არის. მაგრამ დაიცა. რაც ამ სამყაროში ვნახე, არ ჯდება ჩემთვის ცნობილ არც ერთი თამაშის ისტორიაში.
საშუალო სკოლაში მერვე კლასელი სინდრომი მაწუხებდა, მაგრამ ჩემი ენა და დამწერლობა არ მომიფიქრებია. ასევე, განვიცდი ისეთ გემოს, რომელიც ადრე არასდროს მიგრძნია. ეს ჩვეულებრივი სიზმრისათვის საკმაოდ უცნაური არის. თუ ეს სიზმარი არ არის, მაშინ რა არის? თამაშიდან ვერც გავდივარ და ვერც პროგრესს ვინახავ. შესაძლოა უკან დასაბრუნებლად ჯერ ეს თამაში უნდა გავიდე. მაგრამ MMO ჟანრის თამაშის გასვლა ხომ შეუძლებელია. რაციონალური დასკვნის გასაკეთებლად საკმაოდ მცირე ინფორმაცია გამაჩნია. მაგრამ სადმე ჩქარებამ, უმჯობესია დავთქვი ამ ახალი სამყაროს მშვენიერებით. განტვირთვის დრო კარგა ხანია აღარ მქონია. სახლისაგან გზას მოგვიანებით მოვძებნი. თამაშის შემქმნელის თვალით, ეს მართლაც რომ საინტერესო სამყარო არის. სატო, გაიღვიძე. დილა მშვიდობისა. უნდა იჩქარო. შენი შეყვარებული გელოდება. შეყვარებული? დილა მშვიდობისა, სატო. დილა მშვიდობისა. როგორი საყვარელი ტანსაცმელი გაცვია? რაშია საქმე? ნუ, დღეს ჩემი მორიგეობა არ არის. სატო, მინდა რომ ქალაქი დაგათვალიერებიო. ნარუტო X, წერტილიჯი წარმოგიდგენთ. სიკვდილის მარში პარალელური სამყაროს რაფსოდიით.進んでちゃんと捕まえてどういう称号